საქართველოს ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგაც დარჩება ავღანეთში ზუსტი ფორმატი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის, თუმცა საუბარია ინსტრუქტორების ჯგუფზე. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთიდან 2014 წელს გამოდიან. ქვეყანას ტოვებს საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, ხოლო საქართველოს, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, არამხოლოდ რჩება და დამატებით ძალებს აგზავნის ავღანეთში, არამედ მისიის დასრულების შემდგომ პერიოდშიც კი მიიღებს მონაწილეობას ავღანური ძალების გაწვრთნაში. ამ დრომდე საქართველოს ავღანეთში 17 სამხედრო ჰყავს დაღუპული. მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით ეს ყველა ქვეყანაზე დიდი დანაკარგია ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგაც დარჩებიან. საქართველოს უკვე აიღო ვალდებულება განაგრძოს წვლილი შეტანა ავღანეთში, ნატოს მისიაში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მოსამზადებლად მას შემდეგაც, რაც 2014 წელს კოალიციის ჯარები ავღანეთს დატოვებენ. საქართველოს უკვე გახდა ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ISAF-ის ოპერაციაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა პირადად გააცილა 2 ბატალიონი ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 1700-მდე გაიზრდება. By the end of 2014, ISAF-ის მისია 2014 წლის ბოლოს დასრულდება. თუმცა ამ ვადის შემდეგაც განვაგრძობთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას. უკვე დავიწყეთ ნატოს ხელმძღვანელობით ახალი მისიის მომზადება და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მზად არის მისი ნაწილი გახდეს. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს თუ რა ფორმით ან რა რაოდენობით იქნებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში წარმოდგენილი. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოალიციამ ავღანური უსაფრთხოების ძალების წვრთნა შეაჩერა. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ფორმატზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. რა ფორმით და რანაირად ამას ბუნებრივია შემდგომ დროის განმავლობაში გაერკვევა, მაშინ როგორ გაგრძელდება სამხედრო ანტიტერორისტული ოპერაცია ავღანეთში. ავღანური ძალების მომზადების პროცესში კვლავაც დიდ სირთულეს წარმოადგენს ფილტრაციის პრობლემა. ავღანელმა სამხედროებმა ფრანგ, ავსტრალიელ და ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს და მოკავშირეები დახოცეს. ოპერაციაში მონაწილეობისას ავღანეთში საქართველოს 17 ჯარისკაცი დაიღუპა. მკვლევარები შიშობენ, რომ ISAF-ის მონაწილეების ავღანეთიდან გასვლის ფონზე საქართველოს საბრძოლო დანაკარგები გაიზრდება. სამწუხაროდ ამას ვერ გავექცევით, ხორბლის რაოდენობის გაზრდის რისკები მაღალია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ამას ვერაფერს ვერ უძღვებთ. ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მისიების აქტიური მონაწილეა. 20-დან ბრიგადის დონემდე ქართული სამხედრო მისია იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, საქართველოს გზა ნატოსკენ სწორედ ქართულ ჯარისკაცებზე გადის.